მოგესალმებით მეგობრებო, კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ნდობისა და ერთგულებისთვის და დღეს ორ ვარიანტზე გავაკეთებ გაშლას. ახდება თუ არა თქვენი ოცნებები. მოკლედ, სანამ გაშლას დავიწყებ გეტყვით და სულ ხშირად ვიმეორებ მე ამას, ვინც ჩემი ერთგული მსმენელი ხართ, რომ არც ერთი ბედნიერი ადამიანი, არც ერთი ასე ვთქვათ, ევკლიდეს სწორ სიბრტყეში მოხვედრილი ადამიანი არ ასე ვთქვათ, უყურებს ტაროს კაშლებს. დამიჭერეთ რა. ადამიანს, რომელსაც იმ წუთას ფოკუსირება თავის ბედნიერებასა და კომფორტსა და სიმშვიდესა და სიყვარულზე აქვს, აქ არზის და არ სკროლობს, აბა ეხა აქ რასათაური, აბა ეხა იმასთან შევიდე, ამასთან შევიდე. საკეტილი თემაა. მე იმას კი არ გეუბნები, ჯვარი გწერიათ კაცო, რომ თქვენ უბედურები ხართ. ღმერთმა დაგიფაროთ. ძალიანაც ბედნიერები ხართ. უბრალოდ არ გრძნობთ თავს, მიხვდით? კომფორტულად და ბედნიერად, თორე შეიძლება რეალურად რომ დავსხდეთ და ესე ტეტ-ატე გავიაროთ ყველაფერი, ხო? აღმოაჩინოთ, რომ თქვენზე ბედნიერი ადამიანი არ დაიარება ამ სამყაროში, მაგრამ თქვენ ამ წუთას ამ სიტუაციაში ასე გრძნობთ თავს. ესაა ხო მთავარია თქვენ როგორ აღიქვამთ რეალობას. რეაქციებით თქვენი აქედან მოდის. ამიტომ ყოველთვის მიდიან ასეთი ტიპის ადამიანები მჭხიბავებთან, კითხავებთან, ან ასტროლოგებთან, ეზოთერიკოსებთან, ფსიქოლოგებთან, ну აი სად აქ ახლა ვერც თავიანთმა ნადგომის ქსელმა, ვერც საკუთარმა თავმა აი ვერაფერმა რო შვება ვერ იმისცა, სხვა შორის ვერც ექიმებმა და ასე შემდეგ, მე იწყებენ გამოსავლის ძიებას, ასე ვთქვათ, კაუჭს, რასაც ჩაეჭიდებიან უკვე მისტიურ თემებში, იმ სიტუაციებში, რაც მათთვის მიუწვდომელია, მაგრამ გონიათ, რომ იქ მიიღებენ პასუხებს და რეალურად ჩამოკარგო ადამიანებო თითზე ჩამოსათვლელი მაგები არიან სამყაროში და არა ჩემთან, ჩვენთან საქართველოში, დედამიწაზე, დანარჩენი, აი ვინც პრაქტიკულად მართლას აოცრებებს ფლობს და ну აი მართლა არ ვიცი ეგვიპტის დროს ქურუმები იყვნენ და ასე შემდეგ ძალიან ღრმა ცოდნებს ფლობენ. აი ეს არის აი ძალიან იშვიათები. დანარჩენი ყველა ენერგიებზე მუშაობენ, ხო? ენერგიებზე მუშაობაც არ არის მარტივი რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ არის ის, რასაც ვთქვათ ჩვენ ჯადოსნობას და ასე ვთქვათ სასწავლების მოხდენას ვეწყხით, ხო? უბრალოდ მეც ფსიქოლოგიც ჩემი პროფესიის ჩემი კოლეგები, ხო? ნახეთ, აქტიურებენ იმპულსებს თქვენში, რომელსაც თქვენ ვერ ხედავთ. რა რესურსიც დაკარგული გაქვთ და უბრალოდ აი იმ გამოუსვალ სიტუაციაზე ფოკუსირებით, უბრალოდ ვეღარ ხედავთ. გაქვთ და აი ამისი დანახვა საჭირო. ამისი გააქტიურება, ამისი ამოქაჩვაა, ხო? ну ზოგჯერ არ ვიცი, ხა ენერგოპრაქტიკოსი შეიძლება აცდეს ადამიანია, ხო, როგორც ფსიქოლოგი და ზუსტად ვერ მოზომოს, მაგრამ როგორც წესი 100-დან 100%-ში სწორად უხდებით ხოლმე, როდის უნდა გაგიბრაზდეთ, როდის უნდა დაგიყვავოთ, როდის უნდა მოგეფეროთ, როდის ამ რაკურსიდან დაგანახოთ სიტუაცია, როდის იმ რაკურსიდან დაგანახოთ. შეიძლება რაღაცა დონეზე ტყუილი არ გითხრათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სიმართლეც არ გითხრათ, იმიტომ რომ იმ სიმართლემ შეიძლება თქვენ ჩემს თავზე ვსაუბრებ, ხა სხვებზე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ იმ სიმართლემ იმ წუთას შეიძლება იმხელა დამღა და იმხელა ტრამვა მოგაყენოთ, რომ ну ახლა უკაცრავად მე გამოსწორების დროც აღარ მქონდეს, ხო? ანუ ამ ტრამვასა და ამ პრობლემაზე მუშაობის დროც აღარ დამრჩეს, იმდენად ცუდ გამოსავლამდე შეიძლება მიგიყვანოთ და ამიტომ არ მოგატყუებთ არც ერთ შემთხვევაში, მაგრამ შეიძლება რაღაცა პერიოდი გადაგივადოთ სიმართლის თქმა იმისთვის, რომ თქვენ ამისთვის იმუნიტეტი მოიმუშაოთ და თავში ხელები კი არ წაეშინოთ და სიცოცხლე დამთავრდა. უბრალოდ სწორად შეხვდეთ მერე ამა თუ იმ რეალობას, ხო? ამიტომ ჩემო კარგო ადამიანებო, კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ თითოეული თქვენთაგანისთვის, ვინც აგზიხართ, ვინც ჩემთან მოდიხართ, ვინც ვერ მოდიხართ, მაგრამ უბრალოდ მიყურებთ და სხვა არხებს უყურებთ, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ფოკუსირდით საკუთარ თავზე. ამოქეკეთ თქვენ სიტუაციაში რაღაცეები და მიხვდით, რომ უამრავი გასაღები გიკავიათ ხელში. უბრალოდ აი ამ გასაღებებიდან თქვენ სწორად უნდა ამოიღოთ. არა უშავს ერთი მოსინჯეთ არ არის, არ ქვეყანა არ დაიქცა, მეორე მოსინჯეთ, მესამე მოსინჯეთ, ნუ დაიღლებით. მაგრამ გამოსავალს აუცილებლად იპოვეთ. აუცილებლად უტოპიურ ოცნებებს კიდე თავიდანვე ნუ ჩაიდებთ, ხო? ეხლა უკაცრავად, მაგრამ
რომ არაფერი გქონია ადამიანთან სიღრმისეული რაღაცა სულ 2-3 თვეა იცნობა პირობითად და შენ გეჩვენება რომ გამარჯობა იმიტომ გითხრა რომ მოსწონხარ არ ვიცი SMS-ი იმიტომ მოგწერა რაღაც კონკრეტულ დღესასწაულზე და მოგილოცა რომ მოსწონხარ და უამრავი ასეთი რამე და ეს შენი შენეული ხედვა და სულაც არ არის მისი ფიქრი და შეიძლება ამაში აცეხოს სულ მაგას ვამბობ იმედგაცრუება არ არსებობს რა ყველაზე სასაცილო სიტყვაა ჩემთვის იმიტომ რომ თავის თავშივე მოიცავს იმედის გაცრუებას ანუ იმედი მე მქონდა შენ კი არ მომეცი რაიმე პირობა რა ხო და ხა უკაცრავად რა გამიცრუდა ჩემივე წარმოსახვა ხო აი ეს მომენტია ადამიანმა კი არ გამიცრუა ანუ მე გამიცრუდა ესე უნდა დავაყენოთ ეს საკითხი და არა ისე რომ ვიღაცამ ეგ ხო იცით საერთოდ კიდევ რომ ადამიანი რომელიც სხვა საბრალებს სულ რაღაცას თავის ცხოვრებაში გზის დასაწყისში ადამიანი რომელიც ამბობს რომ ჩემი ბრალია შუაშია და ნუ ადამიანი რომელიც ამბობს რომ არავისი ბრალიც არ არის ეს ცხოვრებაა უბრალოდ ის უკვე всё დამქშია გასული და სწორ გზას ატკას ასე რომ ამ თითქოს ერთი შეხედვით პატარ-პატარა რაღაცებს მაგრამ რეალურად ძალიან მნიშვნელოვან ნიუანსებს მიაქციეთ ყურადღება და ვნახოთ პირველი ვარიანტი და არ ვიცი დღეს ძალიან მინდა რომ აი ამ დასტაზე ვიმუშაო და ვნახოთ ვისთვის არის გაშლა ანუ ვინ მიყურებთ ვინ ხართ ვინც მიყურებთ ეს ვნახოთ რა საინტერესო ადამიანი ხართ ну პრინციპში არც მიგვირს პენტაკლების დედოფალი თან აქ როგორი საოცრად ლამაზი პენტაკლების დედოფალი ესე იგი შეხედეთ მიუხედავად იმისა რომ პენტაკლების დედოფალი თავის თავში უკვე მოიცავს განსხვავებით ასე ვთქვათ პენტაკლების ქალიშვილისგან ხო თავის თავში მოიაზრებს უკვე 40 პლუს 35 პლუს ქალს ნახეთ როგორი მშვენება აქვს შენარჩუნებული ამ ადამიანს თავზე ის გვირგვინი ახალგაზრდული გაფურჩქნის სიმბოლო ხო აბსოლუტურად ისეთი ენერგიებით რომ ანუ კი არ დამთავრდა მისი ცხოვრება ან რაღაცა უკვე კი არ გამოიარა და გავიზარდე რა ნახე პირიქით კაცო ეხა ვხატავ მე ჩემი მოგზაურობის რუქას და ახალ რაღაცებს ვისწავლი ახალ რაღაცებს გავარკვე მოკლედ ახლა იწყება ყველაზე მთავარი და ლამაზი მოგზაურობა ხო აი მე სულ ამბობ ხოლმე რომ ტყუილია მეგობრებო რაც დაიმსახურა ის სახე აქვს იტყვიან ხოლმე ნიშნის მოგებით და პლასტიკებულ არ ვიცი მაპატიეთ ამ სიტყვაზე მაგრამ მილიონ პლასტიკურ ოპერაცია ჩატარებული ქალები რომელსაც სახე თავისი ბუნებრივი აბსოლუტურად დაკარგული აქვს და აწყობილია პირდაპირ შეხედავ და მე ისინი ვიღაცაზე იტყვიან რომ აუ რაც დაიმსახურა ის სახე აქვს უკაცრავად მეგობრებო ყველა სახე არის მისი ისტორია და ისტორია არ დაუმსახურებიათ სხვაში ძალიან მიყვარს მისი რეალობა ხო მისი სინამდვილე ხო ძალიან მიყვარს ასე ვთქვათ გამონათქვამი რომ ისტორია არის რეალურად მხატვრული რომანი რომელსაც ჩვენ გვაწვდიან ისტორიად და რომანები არის რეალურად ისტორია ოღონ ჩვენ გვიფუთავენ როგორც მხატვრულ რომანს ხო რისი თქმა მინდა თუ ვიღაცას არ გაუმართლა და გვერდით შეხვდა ისეთი მამაკაცი, ну ეხლა ვიღაცამ ოპანირებას გამიწევთ, რომ ეგეც მისი ბრალია გეთანხმებით, ესეც მისი ბრალია, მაგრამ ეს მისი ისტორია და ჩვენ არ ვიცით, რის გამო გაჩერდა და დარჩა თუნდაც იმ მოძალადე ქმართან, ხო თუნდაც იმ გაჭირვებულ ქმართან, რის გამო უვლიდა ავადმყოფ ქმარს წლობით და ყველანაირი ტვირთი წამოიდო ზურგზე ხო ადამიანმა, რომელიც შეიძლება თავის დროზე, არ ვიცი, ქუჩებში თავისი სილამაზით ხალხს აჩერებდა და მართლა იმ უბნის სილამაზედ ითვლებოდა. ხო, მაგრამ დღეს შეიძლება გვერდითაც აღარ მიუდგნენ ძალიან საშუალო და ისეთი გოგოები, რომლებიც საერთოდ არ ჩანდნენ მისი ახალგაზრდობის პერიოდში. ეს სწორად გამიგეთ, რასაც ვამბობ რა. ამიტომ ჩვენ სამწუხაროდ ჩვენი ცხოვრებისეული ანამნეზი ძალიან ხშირად გვაწერია ხოლმე სახეზე, რაც არ უნდა შევმალოთ, რაც არ უნდა, არ ვიცი, ბრჭყალებში შევშპაკლოთ, დავაპლასტიკუროთ თუ რა ვიცი, როგორც არის, არ ვიცი. და შევალამაზოთ მაინც, ну, სხვა ყველაფერი, რომ თვალებიდან მაინც იღვრება ის, რაც გაიარა ადამიანმა. ხო, ძალიან ისეთი თვითკმარი, ოჯახიანი ქალბატონი შესაძლოა ბრძანდებოდეთ, ყოველ შემთხვევაში დედა ნამდვილად იქნებით, ვინც მიყურებთ და შეიძლება საკუთარი ბიზნესებიც გქონდეთ და სოფელთან და სოფლის მეურნეობასთანაც იყოთ ძალიან აქტიურ კავშირში. ნახოთ ახლა.
აი, რაზე ოცნებობთ, მოდი ეს ვნახოთ და მე ვნახოთ ახდება თუ არა. რა ჯერჯერობით იმას მიჩვენებს, რომ დავიღალეო. ცოტა ხანი ამას უნდა მჭირდება და მსუბუქი ემოციები და გადატვირთვა მინდაო, კი, დრო მჭირდებაო, რაღაცა პერიოდს უნდა დაველოდო. და მე მაცადეთო, მე ნიშანში რომ ამოვიღებო სიტუაციას, რაც ჩემიაო, ხო, რაც არ უნდა ფინანსური პრობლემები მქონდესო, ჩემი ცოდნით, ჩემი დიპლომატიით, ჩემი ქარიზმით, ჩემი გარეგნობით, არ ვიცი, ჩემი ემოციებით, ჩემი ინტელექტით, ემოციური ინტელექტით, მაინც ყველაფერს მივაღწევ სულ რომ მარტო დავრჩეო, კი. მე ნებისმიერ ქარიშხალში ვიპოვი საჩემო გზას და ნებისმიერ ქარიშხალს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ზედმეტი ნაგავი გავატანო და ახლიდან დავიწყო ცხოვრებაო, ხო, რომელ ბედაურსაც მინდა იმას შემოვაფრინდები და გაუყვები კუდიქორის გზას, ხო? კუდიქორის თუ არა, ყოველ შემთხვევაში წარმატების გზას და თქვენ ნამდვილად გაქვთ ამ საკითხში მფარველობა, ჩემო კარგო ადამიანებო, აქვე. ბიზონის არქეტიპით არის ეს იეროფანტის არკანი წარმოდგენილი და ეს არის მუდმივი, ანუ სადაც ბიზონი არის, იქ სიკვდილი არ არის, ხო? იმიტომ რომ ეს იყო თავის დროზე ინდიელი ტომების და არა მარტო საკვები, ბიზონის ხორცი და ბიზონის ხორცი ითვლებოდა ადამიანის გადამრჩენად, იმიტომ რომ საკვები არასდროს არავის მოაკლდებოდა, ხო, ამაზე არსებობდა ასე ვთქვათ თავის დროზე პატარ-პატარა ესეთი საყდრებივით, ხო, რაღაც სალოცავები, სადაც რიტუალები აღევლინებოდა, სადაც ვთქვათ აი ცეცხლთაყვანისმცემლების ვარიანტში რომ დაახლოებით ახლა კონკრეტულად კონფესიას ვერ ვიტყვი, მაგრამ ნუ ძველი ტომები რომ სცემდნენ ასე ვთქვათ თაყვანს, ხო? გამარჯობა, აი იცით როგორი სურვილი გაქვთ რომ მე ხა მივხვდი, всё, მოვიდა უკვე ინფორმაცია, ნახეთ რა ეტაპზე ხართ. ყველაფერი ხდება ცხოვრებაში. მე ახლა გავჩერდი. ნახეთ, გავჩერდი. ნუ რა ვქნათ, ასია რა, ასე მოხდა, ხო? ნუ ვისწავლე რაღაცების სელექცირება, რაღაცებისთვის სახელის დარქმევა, რაღაცებისთვის გადალაგება, ესეც ცხოვრება მასწავლა, ხო? მუდმივად გამარჯვებებით სიარული არ ხდება ტიხარია, ნუ დღეს ღამე მოსდევს, ბუნების კანონია, მინიმუმ, სხვას რო ყველაფერს თავი დავანებოთ, რა მე, არაფერი. მე ისევ ფეხზე წამოვდგები. სულ რომ შინაურებმა ვერ გამიგონ ახლა რა მჭირს და არც იკითხონ როგორ ვარ და ნუ რა ხდება ჩემს თავს. ხო, სხვა ადამიანები დამაფასებენ, მე წამოვდგები ფეხზე, მე გავიმარჯვებ, მე ვიქნები წარმატებული, აი, იცით რის სურვილი გაქვთ, რომ სადღაც არის ეს ეგოს მომენტიც, რომ აი დავამტკიცებ, რომ მე ყველაფერი შემილია, რომ მე არ ვარ ის ქალი, რომელიც ფარხმალს დაყრის და რომელიც რაღაცას ვერ შეძლებს. მიმიხვდით? აქ უფრო რაღაც ისეთი ენერგიები მომდის, რომ თითქოს საპირისპირო სქესისთვის გინდათ რაღაცის დამტკიცება, კი. ნამდვილად ესია და ნახეთ ყველა ტკივილს და ყველა პრობლემას გავდებ საკუთარი თავისთვის ხიდად და ვივიწყებ წყენებს და აი ნახეთ ხშირად ბრძენ ადამიანს ახასიათებს ასეთი რამ რომ ანუ ადამიანების მასშტაბებზე წინ აყენებს საქმის მასშტაბებს, ამოცანის მასშტაბებს და ეს ძალიან სწორია. იმიტომ რომ ანუ ადამიანურ წყენებზე წინ რაღაცები უნდა დააყენო თუ შენთვის საშენოდ რა. ეს ძალიან ჭკვიანური და ბრძნული სულაა საჭადრაკო დაფაზე და აი ზუსტად გეუბნებით რა თქვენ არც ვიღაცა ადამიანისთვის გინდათ ამ ყველაფრის და მტკიცება, ვინც თქვენ აი ამ მდგომარეობაში მიგიყვანათ პრაქტიკულად აი განადგურდით და ახლა გინდათ ესე ფენიქსისებურად წამოდგომა და მე ახლა აი ესე ხო რასაც ვუყურებ მე უკვე ვხვდები პერსპექტივას, მაგრამ ნუ მაინც თქვენ რომ დაგარწმუნოთ ასრულდება თუ არა, ახდება თუ არა თქვენი სურვილი და აბა ვნახოთ ერთი რა საინტერესოა, ახდება თუ არა თქვენი სურვილი. ხო, აბა კიდე მანახე, რა თქმა უნდა, ოღონდ სწორ დროსა და მომენტს თქვენ თვითონ ძალიან ჭკვიანი ადამიანი ხართ, ნახეთ, აი ძალიან სწორი, ძალიან კარგად გიჭრით გონება რა, პირდაპირ მნიშვნელობით რომ გითხრათ და აი ზუსტად მიხვდებით, სად რა როგორ უნდა გააკეთოთ, ანუ რა როგორ უნდა მოიქცეთ იმისთვის რომ ერთ წამით რამე მელოდია უნდა ჩავშთო, იმიტომ რომ ხმაური ძალიან ცუდად შემოდის და გავაგრძელებ ერთი წუთით. ხო, მეგობრებო, არ ვიცი, იმედია ეს გადაფარავს, ხო.
გადაფარავს, ასე ვთქვათ, გარედან შემოსულ ხმაურს. ხო, თქვენ გამოიყენებთ თქვენს გონებას, ანუ ნახეთ, მიხვდებით, რომ ემოციებმა კარგი არაფერი მოგიტანათ და აბსოლუტურად განიარაღებული, აბსოლუტურად ისეთ, ასე ვთქვათ, მყარი ყინულის პრინციპით, მიხვალთ თქვენს შედეგამდე. კი, აგიხდებათ და როგორ აგიხდებათ ოცნება. აი არ ვიცი რა, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ისეთი არკანები ამოვიდა და ისეთი გაშლა გამოვიდა პირველი ვარიანტისთვის, რომ დარწმუნებული ვარ, არ ვიცი, საოცრებებს იზამთ, არა მარტო საკუთარი თავისთვის, სხვებისთვისაც. მადლობა პირველ ვარიანტს და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. ეს ჩემი ვივალდის კომპოზიცია, იმედია, რომ ძალიან ხმა მაღალზე არ არის, მაგრამ რა ვქნა, იმდენად მინდა, რომ ეს გარე ხმაური დავფარო, რომ სხვა გზა აღარ დამრჩა. კარგით, ჩემო კარგო ადამიანებო და ვნახოთ ახლა, ვისთვის არის ეს გაშლა. კვერთხების დედოფალი. ადამიანი სასწაული გარეგნობით. შეიძლება ახალგაზრდა გოგონა მიყურებდეთ, არ ვიცი, თუმცა ამას ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ შეიძლება 60 წლისა იყოს. იმდენად მიმზიდველი, იმდენად სექსუალური, იმდენად აი ვაუ, აი ესეთი ქალი, ну რაღაც საოცრება ქალი, ხო? სადაც მიხვალთ თქვენს კვალს რომ ტოვებთ, ძალიან სწორი ურთიერთობები რომ შეგიძლიათ, ძალიან აი ისეთი რა როგორ ავხსნა, დადებითი ურთიერთობების დამყარება, ძალიან კომუნიკაბელური, ძალიან ისეთი კეთილი, ადამიანი რომელსაც სულ გინდათ რომ სხვებს დაეხმაროთ, მაგრამ ამავდროულად ძალიან ისეთი ლიდერული, აი თვითნაბადი ლიდერი ხართ რა, ბუნებრივად ლიდერი ხართ. ნახოთ ახლა აბა რაზე, აი დაახლოებით რაზე ოცნებობთ. სადმე გინდათ წასვლა, თუ წამოსვლა გინდათ, თუ რა გინდათ. რა გინდათ. კი ბატონო, არ მინდოდა თქმა, მაგრამ რომ წამოვა აზრი, ну, უკვე გასაგებია ხოლმე და ამიტომ უნდა მივყვე ხოლმე იმას, რასაც მეუბნებით. მეუბნება ტარო, კი ბატონო, ხო. ნახეთ ჩემო კარგო ადამიანებო, ეს არის პენტაკლების მეფე. არანაირ შუაში არ არის მოგზაურობასთან ზოგადად, სხვადასხვა გასტების, ასე ვთქვათ, შინაარსით, მაგრამ ну აქ ნახეთ, გასაგებია რომ ეს არის ადამიანი, რომელიც მესაჭია თავისი ცხოვრების, რომელიც თვითონ მართავს ყველაფერს, თუმცა სხვათა შორის ძალიან წარმატებულადაც, ხო? მზესუმზირის ყვავილი ეს არის ხვავის ბარაქის წარმატების იღებლის სიმბოლო და მოკლედ ძალიან სწორადაც მიყავს რა, აისბერგი კი არა, მთა კი არა და რაც არ უნდა შეხვდეს, ну ძალიან სწორად ართმევს ყველანაირ ბარიერს და პრობლემას თავს, მაგრამ მოგზაურობა მინდოდა მეთქვა, თუმცა აქ იკვეთება ისეთი ვარიანტი, სადაც თქვენ სავარაუდოდ ოჯახიან ადამიანთან გაქვთ კონტაქტი, ან გქონდათ, რომელიც შესაძლოა თავიდან არც გამოგიტყდათ, რომ ოჯახიანი იყო, თუმცა ეჭვმეპარება, მაგრამ თქვენთან იყო როგორც ისეთი ახალგაზრდა შეყვარებული ადამიანი, თქვენ ვერ გააკონტროლეთ გრძნობები და ვერ დააბალანსეთ ვერც მან, ვერ დააბალანსა მანაც ენერგიები და შეიძლება შეუმზადებელი ურთიერთობაც იყოს, სულაც არ გეგმავდით არც ერთი მხარე, მაგრამ თქვენ აღმოჩნდით მე ფარული ადამიანის პოზიციაში და ესეთმა აი უკაცრავად რა, აი ძალიან დიდი ბოდიში. ნახეთ, აი ესეთი ქალი ფარულ ურთიერთობებს აიტანს. გინდათ მამაკაცი მიყურებდეთ აი ამ ენერგიების, ამ არკანით ამოსული სიგნიფიკაციით. ვერც ქალი და ვერც მამაკაცი მესამე პირად ყოფნას და თანაც ფარულ ურთიერთობას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ აიტანს და ვერ გაატარებს. რაღაცა პერიოდი შეიძლება მოეჩვენოს და თავისთავად დააჯეროს, რომ არაუშავს მიყვარს და ნუ ავიტან, მაგრამ ვერ აიტანს, ვერ გამორიცხული თემაა. ანუ ჩათვალეთ, რომ ეს ძალიან ისეთი, აი, სამსჯავროს არკანი მაქვს, ბედის ბორბალი მაქვს აქ, ხო?
ქურუმი ქალი არ ვიცი რის გამო და რატომ გადაეყარეთ, შეიძლება თქვენი ძველი შეცოდებები უნდა დაამუშაოთ ამ ურთიერთობებში და თავის დროზე თქვენც გაქვთ ბრჭყალებში მიქარული რაღაცები და აი ამ ურთიერთობამ უნდა დაგამუშავებინოთ აქ და ახლა, მაგრამ არის მეორე შემთხვევაც ძალიან მეჩვენება რომ ეს კარმული ურთიერთობა რა ესე ხარზე არ მინდა ხოლმე ამ სიტყვის თროლა, მაგრამ ეს გავს ამას. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენ შეიძლება არ ვიცი ჩათვალეთ რომ რატომაც არა, მე რა რომ ასე შევხვდი, შეიძლება ეს ჩემი ბედი იყოს და მე ცხოვრება გავაგრძელო ამ ადამიანთან ერთად. და დღეს ეს ოცნება ისევ ძალაში რჩება, მეგობრებო, თქვენ გინდათ ოჯახი, თქვენ გინდათ სტატუსი, თქვენ გინდათ აღიარება. ნახოთ აბა ხდება ეს ოცნება, მე კი ჩემი წინასწარი პროგნოზი უკვე მაქვს არკანების გარეშეც, მაგრამ ნუ მაინც იმისთვის რომ თქვენ გითხრათ გავაჟღეროთ, ხომ? რამდენად ახდება, არა. ახლა გეტყვით რატო. და ახლა გეტყვით რატო ჩემო კარგო ადამიანებო, მე წინასწარ ესეთივე განწყობა მქონდა, მაგრამ ეს ადამიანი თავის სტაბილურობას ვერ დათმობს, თავის ოჯახს ვერ დათმობს, გაგრძელდება სამკუთხედის ენერგიები. თქვენ მუდმივად აი ესე, როგორც ეს ქალბატონი ზის, შეიძლება შვილიც გააჩინოთ ამ ადამიანისგან, მაგრამ ყოველთვის ასე დაელოდებით. შეიძლება ეს ადამიანი არ გამოჩნდეს, მაგრამ თქვენ ყოველთვის დაელოდებით. თქვენ იქნებით მკურნალი მისი ენერგიების, ანუ იქ რო ეს პენტაკლების დედოფალი ცოტა ისეთ ასე ვთქვათ დაგრუზავს, ხო, თქვენთან მოვა განიავდება. ის რო რაღაცა ტვირთს აკიდებს, თქვენთან მოვა მოიხსნის, მიმიხვდით? აი სულ იქნებით აი ამ დაიწონაში და მე არ გირჩევთ, პირადად ნამდვილად არ გირჩევთ ჩემო კარგო ადამიანებო და რა გითხრათ. იცით როგორი ტიპის ადამიანი ხართ თან ამ დროს, აი ძალიან სხვანაირი, ნუ აი იმ სიგნიფიკაციით როგორ შეიძლება რომ თქვენ ფარულ ურთიერთობაში იყოთ და თქვენ პირიქით, თქვენ აი არ სამყაროს უნდა ახაროთ თქვენი ბედნიერება და ამ დროს ვიღაცა გეუბნება რომ დაკეტე პირი. არა, შენ ჩემთან ერთად ვერ გამოჩნევი, ნუ აი ხო, ნუ მიმიხვდით, ხო? ასე რომ ჩემო კარგო ადამიანებო, კარგად დაფიქრდით, სად ხართ, რატო ხართ, რამდენად გჭირდებათ ეს სურვილები. იქნებ სულაც აკვიატებაა და რეალურად სურვილი არც არის და ჩაუღმავდით თქვენს ქვეცნობიერს, რამდენად ეს სურვილი თქვენთვის მისაღებია, იმიტომ რომ ფრთხილად უნდა იყოს სურვილები, ხშირად ხდება ხოლმე და არ გინდათ დამიჯერეთ. ისეთი სურვილების ახდენა, რაც თქვენ მთლიანობას ვერ მოგიტანთ და უფრო დაგამსხვრევთ და დაგამტრევთ პირდაპირ მნიშვნელობით, ამიტომ ხო, მე თქვენს ადგილას ცოტა ფრთხილად მივუდგებოდი ამ ყველაფერს. მადლობა კიდევ ერთხელ გაშლისთვის, დაგემშვიდობ.